საქართველოში NDI-ის მორიგი კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოში ასახავს საზოგადოების განწყობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა 66% თავს კვლავ უმუშევრად მიიჩნევს, ხოლო მესამედი ფიქრობს, რომ უახლოეს 12 თვეში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. რადიო ძველი ქალაქი დაინტერესდა, როგორ აფასებს საზოგადოება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და რომელ სექტორშია მოსახლეობა უფრო მეტად დასაქმებული. ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ შევაფასებ, იმიტომ რომ დღევანდელ საქართველოში არ არსებობს ეკონომიკა. ყველაზე მეტად რომელ სექტორშია ხალხი დასაქმებული, როგორ თვლით? ყველაზე მეტად დასაქმებული ხალხი არის ბენზინგასამართსადგურებში, ბანკებში და ნეპოტიზმით მერიაში. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არის ძალიან სუსტი. ფაქტიურად არაფერი არ კეთდება ქვეყანაში იმისათვის, რომ ეკონომიკა იყოს ძლიერი და გაძლიერდეს. ყველაზე მეტად დასაქმებული ადამიანები არიან საბანკო სტრუქტურებში, მიკროსაფინანსოებში, ბანკებში და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, არც ისე კარგად არის დღესდღეობით საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, იმიტომ რომ გამომდინარე იქედან, რომ ბევრ ახალგაზრდასთან მაქვს აქტიური კონტაქტი, ესე ვთქვათ, ვიცი მათი ოჯახური მდგომარეობაც და ესე იგი ძალიან უჭირთ, ესე ვთქვათ, შემოსავალი. ბევრი ბავშვი აბარებს არასწორ ფაკულტეტზე, იქედან გამომდინარე, რომ ვთქვათ, არ აქვთ საშუალება ჩააბარონ ფასი ამ ფაკულტეტზე, ირჩევენ უფასო ფაკულტეტს და შემდეგ ხდება ის, რომ სწავლობენ ისეთ ფაკულტეტზე, რომლებიც მათ არ აინტერესებთ. შემოჭერის პოლიტიკა მაინდა-მაინც არ ამართლებს, იმიტომ რომ დიდი არაფერი შეცვლილა ამის გამო და ჩემი აზრით რაღაც მნიშვნელოვანი ძვრები უნდა მოხდეს, უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ პირველ რიგში. ყველაზე მეტად დასაქმებულები რომელ სექტორში არიან თქვენი აზრით დღეს? დასაქმებულები არიან ძირითადად კერძო სამსახურებში, ანუ არიან სკოლებში, აი თუნდაც უნივერსიტეტში. ძირითადად ეს არის ადამიანების დასაქმების სფერო. საქართველოში ყველაზე მეტად მე ვთვლი, რომ ფული იშოვება, ანუ ასე ვთქვათ, განათლებაში, რაც ძალიან სამწუხაროა. კერძო რეპეტიტორებიდან დაწყებული, უნივერსიტეტით დამთავრებული, მნიშვნელობა არ აქვს კვალიფიკაცია აქვს თუ არა ადამიანს ამ სფეროში, ის მაინც მუშაობს ხშირ შემთხვევაში. ასეთი რეალობა გვაქვს სამწუხაროდ და მე ვთვლი, რომ განათლებით საქართველოში საკმაოდ დიდი ფული იშოვება, რაც ძალიან ცუდია. აღმოჩნდა, რომ 2016 წელს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია ბიზნეს ადმინისტრირება, სამართალი და ეკონომიკა. ასევე ათეულშია საერთაშორისო ურთიერთობები, მედიცინა და ფსიქოლოგია, კომპიუტერული მეცნიერებები და ასევე ტურიზმი. მოთხოვნა გაიზარდა ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებზე, როგორიც არის ქართული ფილოლოგია, ისტორია და ენერგეტიკა. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ოყრაშიძე აფასებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და ასევე საუბრობს, თუ რომელ სფეროშია ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობა დასაქმებული. საკმაოდ რთული წელი იყო და დაახლოებით სავარაუდო წინასწარი მონაცემებით 2.5%-ს არ გადააჭარბეს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ინფლაციაც 2%-ის ფარგლებში იქნება სავარაუდოდ წინა წლის. შესაბამისად, ამ მონაცემებით მაინც თქვა წარმატებული წელი არ გამოგვივიდა 2016. რაც შეეხება დამდგარ 2017 წელს, აქაც ძირითადი ტენდენციები, რაც წინა წელს იყო, ალბათ შენარჩუნდება. შეგვიძლია თქვათ, რომ სავაჭრო ბალანსი, ვარყოფით სავაჭრო ბალანსი შენარჩუნდება ქვეყანაში, შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. აგრეთვე არ არის თქვათ დასაიმადებელი დასაქმების კუთხით მდგომარეობა, რადგან დაბალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, რაღაც მნიშვნელოვანი დასაქმების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი არ უნდა ველოდოთ. თქვენი აზრით რომელ სექტორში უფრო მეტად არის დასაქმებული საზოგადოება? ეს სტატისტიკას თუ ვენდობით და პრინციპში საფუძველი იმისა, რომ ეჭვშევიდა თამაში არ გვაქვს. სოფლის მეურნეობა კვლავ რჩება სამწუხაროდ ძირითადად დასაქმებულ დარგად და სამწუხაროდ იმიტომ ვამბობ, რომ მოგეხსენებათ ამ სექტორში ყველაზე დაბალი ზრდა არის ტრადიციულად და დამისა ყველაზე დაბალი შემოსავლები სწორედ ამ სექტორში, რადგან ეს პირველადი სექტორია. როგორც იცით და ყველაზე თქვათ ნაკლებ კვალიფიცირებულ შრომას მოითხოვს. ლევან ოყრაშიძის თქმით 2017 წელი 2016 წლის მსგავსად რთული წელი იქნება საქართველოსთვის, თუმცა მისი განცხადებით მკვეთრ ინფლაციას საქართველოს მოსახლეობა არ უნდა ელოდოს.